არავინ უწყის შენი აგების ზუსტი თარიღი. გაშლილ ველზე, სახნავს ათასი მინდვრებით გარშემორტყმული კლდოვანი ბორცვიდან გადმოხურებ გარემოს. ოდესღაც ქვეყნის მონაპირე საერისთავოს ცენტრსა და სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდი. დღესაც მონაპირე გუშაგი ხარ, ოღონდ ფუნქცია დაკარგული. ძველად ამ კედლების სიმტკიცე და მასზე მდგომი მეციხოვნეთა სიფხიზლე განსაზღვრავდა მდინარე დებედას შემოყოლილ და დანარჩენ საქართველოსკენ დაძრული მტრის შეკავებას. ერთიან ფეოდალურ საქართველოში გაგის ციხის სახელით მოგიხსენიებდნენ, ხოლო შენს ბატონს კი გაგელად. მე-15 საუკუნეში ქვეყნის ერთიანობასთან ერთად დასამარდა შენი ქართული დასახელებაც და იქეცი აღჯაყალად. თეთრი ციხე ასე ჟღერდა ქართულად სახელი, რომელიც იმ თურქმანულმა ტომებმა შეგარქვეს, ვინაც საქართველოს დასაპყრობად ხან ოსმალოთა, ხანაც კი ყიზილბაშთა სახით მოემართებოდნენ. ასე იქეცი სამშობლოს სადარაჯოზე მდგომი სიმაგრე მომხდური მტრის პლაცდარმად და საუკუნეთა განმავლობაში რჩებოდი ტყვედ ირანის შაჰებისა და მათ მიერ ჩაყენებული ყიზილბაშური გარნიზონის ხელში. დრო და ჟამით შენი სქელი კედლები ჩამოიშალა, ხოლო დარბაზები პირამდე მიწით აივსო. თითქოს სადღაც სიღრმეში საგულდაგულოდ დაგიმალავს წარსული, თავის სიტკბოთი და სიმწრით. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე. მე კი ნატალი თავაძე. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ქვემო ქართლში, რაც ნიშნავს იმას, რომ გიბრუნდებით ახალი სიუჟეტით, სერიათა ციკლიდან ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. დღეს თქვენი ხილავთ გაგის ციხეს. მასზე ისტორიას კი უშუალოდ სიუჟეტიდან მოისმენთ. დავედით. როგორც რიგით მე-12 სერიის შესავალში მოისმინეთ, დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ერთ ძველ ქართულ საფორტიფიკაციო ნაგებობაზე, რომლის პირვანდელი სახელწოდებაც გახლავთ გაგის ციხე. ტრადიციისამებრ დღევანდელ სიუჟეტში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გიამბობთ ციხის გარშემო საუკუნეთა განმავლობაში მომხდარ ამბებს. სანამ ემატიანეთა ჩანაწერების განხილვას დავიწყებდეთ, უმჯობესია ვისაუბროთ თავად ტოპონიმზე, რომელიც ჟღერს როგორც გაგი. ამ სახელით წინად მოიხსენიებოდა ქვემო ქართლის მხარეში არსებული საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, რომელიც გარკვეული პერიოდი მის მეზობლად მყოფ სომხეთის, იგივე ანისის სამეფოს შემადგენლობაშიც კი შედიოდა. ანისის სამეფოს მართავდნენ ბაგრატუნების დინასტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეორე საუკუნეში, მაშინ როდესაც ტიგრან მეორეს თაოსნობით არსებობდა ეგრეთ წოდებული დიდი სომხეთის სამეფო, საქართველოს ამ მხარეზეც ისევე როგორც ქვეყნის სხვა ნაწილებზე, ვრცელდებოდა სომეხ მმართველთა ძალაუფლება. ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში მოღვაწე, ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი ასახელებდა არმენების სამეფოს, რომელიც მისი ძლიერების ხანაში გაფართოვდა მეზობლად მცხოვრებ ხალხთა მიწების ხარჯზე. დიდი სომხეთის მფლობელობაში მყოფ სხვა ბევრ ტერიტორიებთან ერთად სტრაბონი ასახელებს გოგარენეს, როგორც იბერთა სამყოფელს, რომელსაც დაუფლებიან არმენები. მე-20 საუკუნეში მოღვაწე ქართველი მეცნიერის აკაკი შანიძის მოსაზრებით, გოგარენეში, რაც მის ლათინურ სახელწოდებას წარმოადგენს, ხოლო სომხურად კი გუგარგში მაცხოვრებელი ქართული ტომები უნდა ყოფილიყვნენ გოგელები ან გუგელები. ამავე მოსაზრებას ემხრობოდა ისტორიკოსი სარგის კაკაბაძეც და მიიჩნევდა, რომ ტომობრივი სახელის გუგის ან გოგის ფუძიდან უნდა წარმომდგარიყო ტოპონიმი გაგიც, რომლითაც არათუ მხოლოდ ციხეს, არამედ იმ ვრცელ ტერიტორიას მოიხსენიებდნენ, რაც თავისი ძლიერების ზენიტში წარმოადგენდა ერთიანი ფეოდალური საქართველოს მონაპირე საერისთავოს. გაგი მისი გაშლილი ველით იწყებოდა მდინარე დებედას ქვემოწელიდან და გრძელდებოდა დღევანდელი სომხეთის, მდინარე აღსთაფის, იგივე აღსტეფის ზემოწელამდე. ცენტრი აქაურობისა კი უნდა ყოფილიყო თავად ის ციხე-სიმაგრე, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ახლა დავიწყოთ ძიება გაგის ციხის შესახებ ინფორმაციისა ისტორიულ წყაროებში. მე-13 საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ვარდანარეველცი გაგის ციხეს მოისაზრებდა მე-11 საუკუნის მიჯნაზე აგებულ სიმაგრედ და უკავშირებდა ანისის სამეფოს მეფეს გაგიკ პირველ ბაგრატუნს, რომელიც მოღვაწეობდა 999-1020 წლებში. თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ხსენებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც გაგის ვრცელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე პერიოდიდან სახლობდნენ ქართული ტომები, მაშინ საფიქრებელია, რომ ამ გაშლილი ტერიტორიის გასაკონტროლებლად მე-11 საუკუნეებზე ბევრად ადრე იქნებოდა აგებული ციხე-სიმაგრე, ხოლო მისი კავშირი გაგიკ პირველთან აიხსნება იმით, რომ ბაგრატუნ მონარქს, რომლის სამეფოს გავლენა იმ დროისათვის აქაურობაზე მეტნაკლებად კვლავ ვრცელდებოდა, შესაძლოა არათუ აღეშენებინა, არამედ არსებული გაგის ციხე განეახლებინა.
ასევე სომხურ ხელნაწერებზე დაყრდნობით. ამავე მე-10 საუკუნის ბოლოსთვის ციხის პატრონია ვინმე დემეტრე მარსპანი. მემატიანე წერს ასეთ რამეს, რომ თუმც დემეტრე გრიგორიანი იყო, იგი მოინათლა და მიემხრო ქართველებს, რის გამოც გაგიკ მეფის ძმისშვილმა დავით გურგენის ძემ ის გაგიდან მოკვეთა. ამ წყაროდან კარგად ჩანს, რომ ვრაც დაშტზე, ესე იგი ქართველთა ველზე, როგორც მას სომხები უწოდებდნენ, ჩვენი წინაპრები მე-10 საუკუნის ბოლოდან აქტიურად ცდილობდნენ მის დაბრუნებას. ამ ხრივ გარკვეულ წარმატებას აღწევს მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ მე-4. ბაგრატიონი მონარქი გაგის ციხეს საკმაოდ საინტერესო ვითარებაში იღებს. იმ დროისათვის ანისის სამეფო, ესე იგი სომეხ ბაგრატიონთა სამფლობელო, უკვე აღარ არსებობს. მას წერტილი დაუსვა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მე-9-მ გაგიკ მე-2 ბაგრატუნის დატყვევებით. შესაბამისად, სომხეთის გავლენა ქართულ მონაპირე ოლქებზე წყდება. მაგრამ მთელს რეგიონში ასპარეზზე გამოდის კიდევ ერთი ახალი დამპყრობელი თურქ-სელჩუკთა სახით. სელჩუკები მათი სულთნის ალფ-არსლანის მეთაურობით 1068 წელს უკვე მეორედ ლაშქრობენ საქართველოში, რის შემდეგაც მათ ხელში გადადის არაერთი სტრატეგიული ობიექტი. სულთანი ალფ-არსლანი სანამ ჩვენს ქვეყანას დატოვებდა, დაპყრობილი ციხეები მფლობელობაში გადასცა მის მოკავშირეს და განძის ამირას ფადლონს. რაჟამ სელჩუკებმა დატოვეს საქართველოს ტერიტორია, ბაგრატ მე-4-მ გაილაშქრა ფადლონის წინააღმდეგ და მან არათუ მხოლოდ გამარჯვება მოიპოვა, არამედ განძის ამირა დაატყვევა კიდეც. ამის შემდეგ სულთანი ალფ-არსლანი იწყებს მოლაპარაკებას ბაგრატიონ გურგვინოსანთან. მემატიანე გვამცნობს, რომ სწორედ ფადლონის განთავისუფლების სანაცვლოდ ბაგრატს მიუღია გაგის ციხე და მოართუნեց გაგით კლიტენი და აღიღო აფხაზთა მეფემან გაგი. ასე ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ 1068 წლიდან ხდება კონტროლი ძირძველ ქართულ მიწაზე და ცენტრი აქაურობისა გაგის ციხე ბაგრატიონ გურგვინოსანთა ხელში გადადის. ამ ამბიდან მალევე ბაგრატის შვილის გიორგი მე-2-ს მეფობისას ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი კვლავ მტრის მფლობელობაშია. არ გეგონოთ, რომ ციხე დამპყრობელს ბრძოლით დაეკავებინოს. არა, ეს ჩვენთვის დამახასიათებელი სცენის ღალატის წყალობით მომხდარა, რომელიც ყოველთვის გამოწვეული იყო კონკრეტულ პირთა მიერ პირადი კეთილდღეობისადმი გაცხოველებული ლტოლვით. ასეთებს იმ დროს წარმოადგენდნენ ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში, ნინია ქვაბულის ძე და ვარდან სვანთაერისთავი. ისინი ტახტზე ახლა დასულ, ჯერ კიდევ მცირეწლოვან გიორგის აუჯანყდნენ. მეფემ დიპლომატიას მიმართა და განდგომილი ფეოდალების შემორიგება ძღვენითა და მათთვის მფლობელობაში სხვადასხვა ციხე ქალაქთა გადაცემით შეძლო. ამ შემთხვევიდან მალევე, კერძოდ კი 1074 წელს, ივანე ბაღვაში კვლავ განუდგა მეფეს. გიორგიმ ამჯერად ის ბრძოლით შეაჩერა და კვლავაც მიუტევა ურჩობა. მაგრამ 1075 წელს, როგორც წყაროები გვამცნობს, კვლავაცსა განდგა ივანე. გამოსტყუა გაგი ციხოვანთა მეფისათა და მიხიდა ფადლონს, განძის პატრონსა. ასე ამგვარად, ისედაც რთული საგარეო პოლიტიკური ვითარების ჟამს, რაც განპირობებული იყო ქვეყნის საზღვრებთან მომდგარი სულთან მელიქ შაჰისა და თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქრით, ივანე ბაღვაშმა ბაგრატის მიერ დაბრუნებული მონაპირე ოლქის ერთ-ერთი სტრატეგიული სიმაგრე, გაგის ციხე, რომელსაც დიდი როლი უნდა ეთამაშა ქვეყანაში შემოჭრილი სელჩუკთა მოგერიების საქმეში, არც მეტი არც ნაკლები, მიყიდა განძის ამირა ფადლონს, ვინც ამიერკავკასიაში თურქთა ნების აღსრულებელს წარმოადგენდა. როდესაც ციხეც და მის გარშემო არსებული ტერიტორიაც, რაც გაგის ოლქს წარმოადგენდა, კვლავ მომხდური მტრის ხელში გადავიდა, იმ დროს საქართველოს მომავალი მეფე და მისი ძლიერების ახალ საფეხურზე ამყვანი დავითი, იგივე აღმაშენებელი, სულ რაღაც 2 წლის იყო. და მყის საღის რბოლა ვითარცა არწივმან და მის საღი ხუნა ციხენი, გაგნი, ქავაზიანი, ტერნაკალი, ნორბედი, მინაზგომი და ტალინჯაქარი. ეს გახლავთ ნაწყვეტი საისტორიო სახის თხზულებიდან ცხოვრება მეფე დავითისა, სადაც აღწერილია 1024 წლის მაისში აღმაშენებლის მიერ სელჩუკთაგან განთავისუფლება ქვემო ქართლის და სომხეთის, ესე იგი წინათ ანისის სამეფოს შემადგენლობაში შემავალ ციხეთა. დავით სრულიად დაუცლია ზემოთხსენებული მხარეები დამპყრობელთაგან. გაწმინდეს მტრისგან ყოველივე ისე, რომ არ დაუშთა მთხრობი ამბავისა. სწორედ ამ დროიდან კვლავ უბრუნდება საქართველოს გაგის ციხე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დავით მე-4-მ არათუ მხოლოდ ქვემო ქართლის მონაპირე ტერიტორიები შემოიმტკიცა, არამედ ყოფილი სომხეთის სამეფოს მიწებით შემოუერთა ერთიან ფეოდალურ საქართველოს. აღმაშენებლის მიერ ქართველთა მფლობელობაში მყოფ გაგის ციხეს წარმატებით ინარჩუნებს მისი შვილი და მემკვიდრე დემეტრე პირველი. იგი 1030 წელს გაგის საფორტიფიკაციო ნაგებობასთან ამარცხებს ჩვენს მიწაზე შემოსულ არ-რანის სელჩუკთა ლაშქარს.
ქართულ წყაროებში ასევე აქტიურად ჩანს გაგის ციხე მეფე გიორგი მესამის მმართველობის პერიოდშიც. 1163 წელს გაგის ციხეს უტევენ თურქ-სელჩუკები ადირბეჟანის მფლობელი ელდიგუზის მეთაურობით. მე-12 საუკუნეში ადირბეჟანი, იგივე ადირბადაგანი, ეწოდებოდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიას. ელდიგუზი და სულტანი შეიყარნეს რანს და მომართეს ქვემო კერძოსა ქვეყანასა და მოადგეს ციხესა გაგისასა. მოაოხრნეს ყოველნის საზღვარნი ამ მხარისა. გვამცნობს მეფე თამარის ისტორიკოსი. ელდიგუზმა თავისი მარბიელი ლაშქრით შეძლო გაგის ციხის აღება, რის შემდეგაც ხელი მიჰყო მისი მიდამოების აკლებასა და აოხრებას. როგორც კი ეს ამბავი გიორგი მესამესათვის გახდა ცნობილი, ის ქართული ლაშქრით გამოემართა გაგისკენ. ქართველთა მეფემ უომრად დაიბრუნა გაგის სიმაგრე. რამე თუ მისი გამოჩენისთანავე სელჩუკთა მარბიელი ლაშქარი უკლებლივ ყველა მეომრით უბრძოლველად სასწრაფო წესით გაცლია გაგის ველს და თქვეს მათ, ვითარმედ არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა ქვეყანასა ზედა მოვრიდოთ თავი და ვეფაროთ. ამასობაში მივადექით მე-13 საუკუნეს, კერძოდ კი თამარის მეფობის ეპოქას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ როგორც სრულიად საქართველოსთვის, ასევე მისი შემადგენელი ნაწილის გაგის ოლქისთვისაც ოქროს პერიოდს წარმოადგენდა. 1191 წლისათვის აქ ჩამოყალიბდა გაგის სანაპირო საერისთავო, რომლის საზღვრებში შამქორიც კი შედიოდა მისი მიმდებარე ტერიტორიებით. მას სათავეში ედგნენ ერისთავ-ერისთავები, რომელთაც ერთიანი ფეოდალური საქართველოს კარზე დაწინაურებული მხარგრძელთა ოჯახის წევრები წარმოადგენდნენ. პირველი გაგის საერისთავოს პატრონი იყო ვარამ მხარგრძელის უმცროსი შვილი ზაქარია. მან საფუძველი დაუდო ახალ ფეოდალურ ოჯახს გაგელებს. სწორედ ასე იწოდებოდნენ ზაქარიას შთამომავლები, რომელთაც ხელთ ეპყრათ გაგის საერისთავო. გაგელებიცა და მათი საუფლო მამულიც კიდევ უფრო გაძლიერდა ზაქარიას შვილის ვარამ გაგელის დროს. ვარამი მეფე თამარის დროიდან მოყოლებული მსახურობდა ბაგრატიონთა სამეფო კარზე და როგორც ლაშა გიორგის, ასევე რუსუდანის მეფობისას მსახურთუხუცესის პოზიციაც ეკავა. იგი ასევე 1223 წელს მონაწილეობდა ბრძოლაში, რომელიც გაიმართა ქართველებსა და მონღოლებს შორის, სადაც მეფე ლაშა გიორგი სასიკვდილოდ დაიჭრა. მოიწივნეს საზღვართა საქართველოსათა და იწყეს დარბევა ქვეყანასა გაგისასა. როგორც მემატიანი აღწერს, მონღოლები სწორედ გაგის საერისთავოში შემავალი ტერიტორიიდან შემოსულან საქართველოში. მე-13 საუკუნეში მოღვაწე არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ასირი წერდა, რომ მონღოლებმა მოაოხრეს სოფლები და აიღეს ციხე. თუ ქართულ და არაბულ წყაროებს ერთმანეთს დაუკავშირებთ, მაშინ მართებული იქნება იმის ვარაუდი, რომ მონღოლთა მიერ აღებული ციხე შესაძლოა ყოფილიყო გაგის სიმაგრე, რამე თუ მათი შემოსევისას კონკრეტულად ქვემო ქართლის ეს ტერიტორია იქნა მოუხრებული. გაგის ციხის პატრონი ვარამ გაგელი რუსუდანის მეფობის დროსაც ჩანს მის მამულთან ერთად და კვლავ აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე იმ პროცესებში, რომელიც დღითიდღე მძიმდებოდა მონღოლთა ურდუების მოძალების და გამო. ვარამის შემდეგ მემატიანეთა ფურცლებზე ჩანს მისი შვილი აღბუღა, რომელიც მოღვაწეობდა მე-13 საუკუნის 50-იან წლებში. საყურადღებოა ის, რომ ეს უკანასკნელი გაგელად აღარ არის მოხსენიებული. გარდა ამისა, თავად გაგის საერისთავოს და მისი ციხის კვალიც კი ქრება მე-13 საუკუნის მეორე ნახევრიდან ისტორიული სახის ხელნაწერებში. მას შემდეგ რაც თამარი გარდაიცვალა, მოყოლებული ლაშა გიორგის მეფობიდან, გაგრძელებული რუსუდანით, ქვეყანა ძლიერ დაღმავლას განიცდიდა, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო იმ დროის უძლიერესი დამპყრობლის მონღოლთა იმპერიის ჩვენს მიწაზე შემოსვლით. მათმა ბატონობამ ქვეყანაში დაახლოებით საუკუნეზე მეტხანს გასტანა. მართალია გიორგი მეხუთე ბრწყინვალე წოდებულმა მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში შეძლო მონღოლთა უღლის გადაგდება, მაგრამ ამავე საუკუნის ბოლოს ისინი საქართველოს კვლავ თავს დაესხნენ ახლა უკვე დაუნდობელი თემურ ლენგის მეთაურობით, რომელმაც 8 ჯერ დალაშქრა ჩვენი მიწა. მონღოლების მიერ ჯამში თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში ნაწარმოებმა დამპყრობითმა ომებმა გამოიწვია ის, რომ ქვეყნის მოსახლეობა თითქმის განახევრდა, რაც თავის მხრივ ნიშნავდა უამრავ დაცლილ სოფელსა და ქალაქს. ასეთთა რიგში უნდა მოვისაზროთ გაგის ოლქიც, განსაკუთრებით მისი ცენტრი ციხესიმაგრითა და მის გარშემო დასახლებით. მე-15 საუკუნის ბოლოს, როდესაც ერთიანი ფეოდალური საქართველო დაშლილია სამ სამეფოდ, რამოდენიმე სამთავროდ და სრულიად ცალკე მდგომ სამცხე-საათაბაგოდ, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ქვეყნის სამხრეთ საზღვრებს ადგებიან თურქმანული ტომები, რომელთა მიზანსაც რა თქმა უნდა ქართული ტერიტორიების დაპყრობა წარმოადგენს. 1487-1488 წლებში ქართლის სამეფოში შემოდის იაკუბ ყაენი თეთრბატკნიანი თურქმანებით. მე-18 საუკუნეში მოღვაწე, ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი წერდა ასეთ რამეს.
ადგილს ამას აწუწოდებენ აღჯაყალას იაყუბ ყეენისაგან წოდებულს, რომელმან პირველ აღაშენა ციხე ესე. დავიწყოთ ვახუშტისეული ჩანაწერის განხილვა, რათა ზუსტად წარმოვიდგინოთ ის გარემოება, რაც მე-15 საუკუნის ბოლოს ყოფილ გაგის საერისთავოში სუფევდა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ციხე პირველად აღაშენა იაყუბ ყაენმა. ეს უკანასკნელი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ნულიდან ახლის აგებად. არამედ აღჯაყალა, როგორც მას თეთრბატკნიან თურქმანთა ბელადმა უწოდა, წარმოადგენს განახლებულ ვარიანტს ჩვენთვის კარგად ცნობილი გაგის ციხისა. ისმის კითხვა, მაშინ როდესაც აქაურობა ჯერ კიდევ ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია, რატომ უნდა ახდენდეს მის აღდგენას დამპყრობელი უცხოტომელი? საქმე იმაში გახლავთ, რომ როგორც უკვე სიუჟეტის მიმდინარეობისას გითხარით, მონღოლთა შემოსევებისას ქვეყანა სისხლისგან დაიცალა, რაც პირველ რიგში გულისხმობს მისი მოსახლეობის საგრძნობლად შეთხელებას. გაგის ოლქი მე-13 საუკუნიდან გახლდათ საერისთავო მონაპირე მხარისა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთიდან მოსული მტერი, რომელიც ქართლისკენ მოიწევდა, პირველი მას გაივლიდა. შესაბამისად ნაომარ და ნაუხარ ქვეყანაში, რომლის მსგავსი მდგომარეობაც საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა, პირველი მონაპირე ოლქები იცლებოდა ადგილობრივებისგან. იქიდან გამომდინარე, რომ მე-13 საუკუნის ბოლოდან გაგის ციხე აღარ იხსენიება წყაროებში და იგი ჩნდება მე-15 საუკუნის მიწურულის მდგომარეობით, თან ისე რომ მას ქვეყნის დასაპყრობად მოსული გადამთიელი აღდგენს და უწოდებს აღჯაყალას, ეს ნამდვილად იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ აქაურობა თითქმის სრულიად დაცლილია ქართველთაგან და ძველი გამოთქმისა არ იყოს, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. ამას გარდა უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერ კიდევ თურქ-სელჩუკთა შემოსევებიდან მოყოლებული, გაგრძელებული მონღოლების ლაშქრობებისას, პარალელურად და თანდართულად ამ პროცესებისა, ჩვენს მიწაზე შემოდიოდნენ ხალხნი, რომელნიც ეთნიკურად თურქმანულ და ცხოვრების წესით მეჯოგე მომთაბარე ტომებს წარმოადგენდნენ. ისინი უმეტესწილად სწორედ ქვეყნის იმ განაპირა დაცლილ მიწებზე სახლდებოდნენ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტიურად აღარ არსებობდა. აი ზუსტად ამით აიხსნება ქართლის დასაპყრობად მოსული თეთრბატკნიანი თურქმანების მიერ ძველი ქართული ციხის განახლება და მისი მათ პლაცდარმად ქცევა. ეს ამბავი დასრულდა იმით, რომ ქართლის მეფე კონსტანტინე მეორემ გაგის ციხე გაწმინდა თურქმანებისგან და გაგიკვირდებათ, მაგრამ არათუ ქართული გარნიზონი ჩააყენა, არამედ საფორტიფიკაციო ნაგებობა დაანგრია. თუ წინად მისი წინაპრები, ერთიანი საქართველოს გურგვინოსანი ბაგრატიონები, თაობიდან თაობამდე იბრძოდნენ გაგის ციხის დასაბრუნებლად, მე-15 საუკუნის მმართველს მისი დანგრევა მოუწია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს იმაზე, რომ ამ ადგილის გარშემო ტომით ქართველი აღარავინ ცხოვრობდა, რომელიც შეიძლება გამხდარიყო დასაყრდენი აქაურობის გამაგრების საქმეში. იაყუბ ყაენის შემდგომაც გაგის აწუყვი აღჯაყალის ციხე არაერთხელ იქნა ჩვენს ქვეყანაზე წამოსული დამპყრობლის მიერ პირადი მიზნებისათვის გამოყენებული. 1522 წელს ირანის შაჰ ისმაილ პირველმა შეაკეთა ის, რათა ყოფილიყო დასაყრდენი პუნქტი მისი ყიზილბაშებისათვის ქართლის შემომტკიცების საქმეში. 1524 წელს, როგორც კი ისმაილი გარდაიცვალა და ტახტზე მისი მცირეწლოვანი შვილი თამაზი ავიდა, დავით მეათე ბაგრატიონმა ირანელთა მიერ დაკავებული სხვა ციხეების მსგავსად აღჯაყალაც გაანთავისუფლა. დავით მეფემ წინამორბედის მამამისის კონსტანტინეს მსგავსად აღჯაყალის ციხე კვლავ დაანგრია. ყველაზე მეტად მდგომარეობა გართულდა გაგის ოლქშიცა და ლორეშიც, რომელიც ასევე ქართველთა მიწას წარმოადგენდა მე-16 საუკუნის ბოლოსა და მე-17 საუკუნის დასაწყისში. ამ პერიოდში ირანის იმპერიაში შაჰის თანამდებობას იკავებს მისი ხალხისთვის ლომთან გაიგივებული, ხოლო ქართველებისათვის სასტიკი მტერი შაჰ აბას პირველი. აბასი ქართლის მეფე გიორგი მეათესა და კახთა მეფეს ალექსანდრეს იძულებულს ხდის მის სასარგებლოდ დათმონ მათ სამეფოში შემავალი მიწები. ქართლის შემთხვევაში, როგორც უკვე ზევით აღვნიშნე, ირანელთა მფლობელობაში გადავიდა ლორე და დებედას ხეობა. ესე იგი ყოფილი გაგის საერისთავო. დებედას ხეობაში ქართველთ მოძული აბასმა დაიწყო თურქმანული ტომის ბორჩალუს ჩამოსახლება. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, აბაზმან გამოიყვანა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა და ამით ეწოდა ბორჩალუ. როგორც ხედავთ, შაჰმა ბოლომდე მიიყვანა მისი წინაპრების დაწყებული საქმე და ერთხელ და სამუდამოდ განიმტკიცა გაგის ციხე, როგორც ყიზილბაშთა დასაყრდენ სიმაგრედ და ასევე მის გარშემო არსებული ხეობაცა და ველიც სრულიად მისთვის სასურველი და სანდო ხალხით ბორჩალოს ელით დაასახლა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სწორედ აქედან დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში ტოპონიმი ბორჩალო, რომლითაც სრულიად ეს მხარე მოიხსენიებოდა. ამის შემდეგ თითქმის საუკუნე ნახევარი გაგის ციხე დედასამშობლოს აღარ დაბრუნებია. მთელი მე-17 საუკუნის განმავლობაში აქ იდგა ყიზილბაშთა გარნიზონი,
ხოლო ციხის პატრონის პოზიციაზე ერთმანეთს ცვლიდნენ შაჰის მიერ დადგენილი ირანელი ხანები. ასე გრძელდებოდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრამდე, ხოლო ერეკლე ბაგრატიონის მეფობის ჟამს, როდესაც ქართლ-კახეთი 1762 წლიდან ერთიან სამეფოს წარმოადგენდა, გაგის ციხე კახთ ბატონისა და მის თანამებრძოლთა ხელში ჩანს. ერეკლეს შვილის, ბაგრატ ბატონიშვილის საისტორიო სახის თხზულებაში სახელწოდებით ახალი მოთხრობა ამოიკითხება შემდეგი რამ. ხოლო წელსა 1785 ხუნძახის ერისთავმა ომარ ძემან მუცალისამან მოიკრიბნა დაღესტნის სამხედრობა და წარმოემართა საქართველოსა ზედა. ომარ ხან მტკვარს გადავიდა, აღჯაყალას მოადგა და ვერ აიღო. ვინადგან განამაგრა ციხე იგი, მოურავმან ბორჩალისამან, მაჩაბელმან დავით, ძემან გოგია მაჩაბლისამან. როგორც ნაწყვეტიდან ჩანს, გაგის ციხეცა და მისი მხარეც უკვე დიდი ხანია ბორჩალოდ იხსენიება. თითქმის სამსაუკუნოვანი ირანელთა ბატონობის შემდეგ კვლავ დაბრუნებია მშობლიურ მხარესა და ყიზილბაში ხანების ნაცვლად მის პატრონს ქართველი მაჩაბელთა ოჯახის შვილი წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ უკანასკნელი ცნობა, სადაც ამოიკითხება აღჯაყალის ციხე, როგორც მოქმედი სიმაგრე. დანამდვილებით რთულია იმის თქმა, თუ კონკრეტულად რომელ წელს დაკარგა ამ საფორტიფიკაციო ნაგებობამ ფუნქცია, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო მე-19 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ქართლ-კახეთის სამეფოცა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა სამეფო სამთავროებიც ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ. ასეთი დღეები გადაუტანია გაგის იმ ციხეს, რომელიც დღესაც სანახევროდ შემოძარცული სქელი კედლებითა და მძიმე წარსულით გაშლილი ველის უტყუ ბინადარს წარმოადგენს. მის მფლობელობაში შემავალი ვაკე ნიადაგი კი, რომელიც აქ გამართული ბრძოლებისას დაღვრილი სისხლით არის გაჟღენთილი, ახლა მხოლოდღა მოსავლის მომცემი წყაროა. ასე ამგვარად დღევანდელი სერიაც გაგის ციხეზე დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ შევხვდებით მომდევნო სამშაბათს საღამოს 6 საათზე. ვისაც მოგწონთ ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. დროებით!